გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს. ჩვენ ვიმყოფებით დღეს იმი რადიოში, ჩვენს მეგობა რადიოში. ჩვენი სტუმარი არის თამთა ჯანაშია, დიასპორის იურისტი. გვექნება საინტერესო და სასარგებლო თემებზე საუბარი. გამარჯობა, თამთა, როგორ ახარ? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. თამთა, როგორც უკვე ჩვენმა მაყურებელმა იცის, ჩვენმა დიასპორის წევრებმა, რადგან მე ხშირად ვახსენებდი და რამოდენიმეჯერაც მოვყევი შენ შესახებ რადიოში, ასე თუ ისე იციან, რომ შენ ხარ უკვე დიასპორის იურისტი. ძალიან დიდი პასუხისგებლობა არის და მინდა რომ ერთი-ორი სიტყვით გააცნო შენი თავი ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს, მოუყვე შენ შესახებ და ხო, გითხრა რა გეგმები გაქვს ამას. დიახ. მე გახლავართ თამთა ჯანაშია, იურისტი, უკვე დიასპორის იურისტი. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ორმაგი мотивация, ესე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე 5 წელი ვმუშაობ ვარშავაში საადვოკატო ბიუროში და ვიცავთ ჩვენი თანამემამულეების სამართლებრივ უფლებებს. მიუხედავად ამისა, მაინც უდიდესი პასუხისმგებლობა ეს ახალი სტატუსი და ქართული დიასპორის იურისტის სტატუსი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ახალი არ არის ეს საქმიანობა და უკვე მაქვს საკმაოდ გამოცდილება, მაინც არის ახალი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა. თამთა, ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე დღეს და სანამ კონკრეტულად გადავიდოდით ჩვენს გეგმებზე, რადგან მე მინდა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს უთხრა, რომ ჩვენ საკმაოდ ძალიან ბევრი და საინტერესო გეგმა გვაქვს ერთად დასახული, როგორც შენს კონკრეტულ ჭრილში, ესე რომ ვთქვათ, საადვოკატო იურისტულ განყოფილებაში, ასევე გარდა ამისა, შენ ჩართული ხარ დიასპორის ზოგადად და ხარ დაინტერესებული და გაგვსურვილი, რომ იყო ჩართული ზოგადად დიასპორის პროექტებში და რომ მითხრა, რამ გადაგაწყვეტინა და რატომ გაგიჩნდა სურვილი, რომ დადგომოდი დიასპორას გვერდით, ჩართულიყავი ჩვენს პროექტებში, ჩვენს ესე რომ ვთქვათ, ახალ დაწყებულ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. დიახ, მოგახსენებთ ეხლავე, როგორც აღნიშნე, უკვე 5 წელია ვმუშაობ ამ სფეროში და ვეხმარები ჩემს თანამემამულეებს, რაც როგორც პროფესიულად, ასევე ადამიანურად ჩემთვის პროფესია არის პირველ რიგში ადამიანების მხარდაჭერა და ჩემი პროფესია მე თვითონ მანიჭებს სიამოვნებას, ესე ვთქვათ, ეს არ არის ჩემთვის მხოლოდ სამუშაო, ეს არ არის ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო, რასაც ვაკეთებ ყოველდღიურად, ეს არის ჩემთვის ძალა, ესე ვთქვათ. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს ახალი შანსი, რომელიც მომეცა დიასპორის საშუალებით და გამხდარიყავი ქართული დიასპორის იურისტი, ვფიქრობდი, რომ უფრო მჭიდრო კავშირი მექნებოდა ჩემს თანამემამულეებთან და უფრო სიღრმისეულად, უფრო საფუძვლიანად შევძლებდი მათი პრობლემების მოსმენას, მიღებას და მათ დახმარებას. ძალიან რთული პასუხისგებლობა გაქვს აღებული შენს თავზე, ეს თავიდანვე აღვნიშნე და მოდი ჩვენს მაყურებელს ესეთი ინფორმაცია მთლიანად რა თქმა უნდა ვერც გავცემ ჩვენს ინფორმაციას და ამ საკითხს, თუმცა შეგვიძლია რომ მივაწოდოთ რა გვაქვს დაგეგმილი, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საინტერესო საგრანტო პროგრამა დაწერილი, ხო? და თუ შეგიძლია რომ შენ ისაუბრო ამ პროგრამაზე. დიახ, სიამოვნებით გავაცნობ ჩვენს მსმენელს და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულის სურვილი ამდენი ხნის განმავლობაში და ძალიან გაახარებს მათ ეს ინფორმაცია. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დავთანხმდი და მქონდა სურვილი ქართულ დიასპორაში იურისტის პოზიციაზე მუშაობის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო სწორედ ეს, რომ ამ საგრანტო პროექტით, როგორც აღნიშნე, მექნება შესაძლებლობა, რომ პოლონეთში მყოფ ქართველებს გაუწიო უფასო იურიდიული მომსახურეობა, უფასო იურიდიული კონსულტაციები. აქედან გამომდინარე, როგორც ჩვენი თანამემამულეებისთვის არის მნიშვნელოვანი, ეს მათი მოთხოვნა იყო მრავალწლიანი, ესე ვთქვათ, მაგრამ
მე ფიზიკურად არ მქონდა იმის რესურსი ცხადია რომ მხოლოდ უფასო კონსულტაციები გამეცა მაგრამ როგორც ვიცი ძალიან ბევრს ეხმარებოდი ხო მაქვს ამ ინფორმაცია დიახ რა თქმა უნდა იყო შემთხვევები როდესაც ადამიანურად ჩემს საქმეებს თუ ჩემს პირადს ვდებდი გვერდზე და ვეხმარებოდი მათ იმიტომ რომ მათთვის იყო ეს ასიცოცხლო მნიშვნელოვანი მაგრამ მაინც მრჩებოდა მუდმივად იმის განცდა, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო მათთვის, უფრო მეტად სჭირდებოდა მათ ჩემი მხარდაჭერა და ჩემი გვერდში დგომა, თუმცა არ მქონდა იმის რესურსები, რომ მუდმივად ესე უფასო კონსულტაციები გამეცა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს მოითხოვდა ეს შესაბამისად იმის ფუფუნება ესე ვთქვა და არ მქონდა, რომ მხოლოდ უფასოდ შემძლებოდა მათთვის მუშაობა. თუმცა ძალიან დიდი შანსი არის და ჩვენ ვცდილობთ რომ რა თქმა უნდა ეს შანსი გამოვიყენოთ მაქსიმალურად. უკვე ველოდებით ყველაფერი გაკეთებული არის ჩვენი მხრიდან, მინდა რომ იცოდეს ჩვენმა მსმენელმა, ჩვენმა მაყურებელმა, ჩვენგან ყველაფერი გაკეთებული არის საბოლოო პროცესი, დამტკიცების პროცესი, თუმცა ვფიქრობ რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი არის არა მარტო ჩვენთვის, არამედ ზოგადად საქართველოსთვისაც, ხო რომ თავისი მამულიშვილი, თავისი ქვეყნის შვილი წარმატებული იყოს, დაცული იყოს უცხო ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ ჩვენი დიასპორა მე მგონი პირველი იქნება, ვინც ასეთ ძალიან პირველი პრეცედენტია სხვათა შორის, მე ვფიქრობ, როგორც ვიცი თუ ვცდები ალბათ მსმენელი შემისწორებს და მაყურებელი მე როგორც მაქვს ინფორმაცია არც ერთ ქვეყანაში არ არის მსგავსი პროგრამა პირველი პრეცედენტი იქნება პოლონეთში. იმედია რომ ყველაფერი სწორად წარიმართება, კარგად წარიმართება. თამთა რომ გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, მე ვფიქრობ რომ ალბათ ცოტა მტკინვეულიც არის ეს თემა და მნიშვნელოვანი არის რომ ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ მსმენელს, რადგან მოგეხსენება ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ ინფორმირებული არ არის ყველა იმ დეტალზე, რასაც ჩამოსვლისთანავე ეჩეხებიან ქართველები, თუნდაც მერე შემდეგ მუშაობის პროცესში, ცხოვრების პროცესში და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენს მსმენელს, ჩვენს ემიგრანტებს, ჩვენს დიასპორელებს მივაწოდოთ თუნდაც ის მცირედი დეტალები, რაც დღეს გვექნება რისი შესაძლებლობაც გვექნება, რომ გაითვალისწინონ და შემდეგში უკვე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უკვე უფრო ხშირი სახე მივცეთ ამ ჩარტვებს დავსხდეთ ხოლმე ერთად ვისაუბროთ და უფრო მრავალფეროვნად ავხსნათ ყველაფერი. თუმცა დღეს მოდი რაღაც უფრო დეტალურად კონკრეტულ საკითხებს შევეხოთ. რა პრობლემებს ხვდებიან ქართველები აი თავიდან ჩამოსვლის წინ? თავდაპირველად. ჩამოსვლისთანავე ქართველ ემიგრანტებს ძირითადად მაინც აქვთ რა თქმა უნდა ენის ბარიერის პრობლემა და არიციან თავიანთი უფლებების და მოვალეობების შესახებ. არ ვიცი რატომღაც საქართველოს მოქალაქეებს გონიათ რომ საქართველოს მოქალაქეს თავისი კონსტიტუციური უფლება, რომელიც დაბადებიდან აქვს თითოეულ ჩვენგანს, გონიათ რომ ამ უფლებას ისინი კარგავენ საკუთარი სამშობლოდან გასვლისთანავე და გონიათ რომ სხვა ქვეყანაში ემიგრანტად როცა მიდიან, მათ ეს უფლებები არ გააჩნიათ. მაგრამ ეს აბედნიეროდ ასე არ არის. თითოეული ემიგრანტი ნებისმიერ ქვეყანაში და განსაკუთრებით პოლონეთში, როგორც ევროკავშირის წევრი, ქვეყანა მათი უფლებები შეიძლება ითქვას აქ უფრო მეტად არის დაცული, მოყვებათ თავისთავად საქართველოს კონსტიტუციის ყველა უფლება, მაგალითად სიცოცხლის უფლება, უსაფრთხოების უფლება, ასევე აღნიშნა რომ საბედნიეროდ ხო არ ფიქრობ ზუსტად რატომ არის ჩვენი დიასპორა ესეთ განწყობით ეს პრობლემა იმაში ხომ არ მდგომარეობს რომ თავიდანვე არ არიან ინფორმირებული და არ აყავთ იურისტები დიახ სწორედ ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული ეს და აუცილებელია ამიტომ სწორი ინფორმირებულობა და სწორი იურიდიული ინფორმაციის მიწოდება რომ იცოდნენ თავიანთი უფლებები ჩამოსვლისთანავე იმიტომ რომ გადამწყვეტია მათთვის თუნდაც ხშირია, როდესაც ექმნებათ პრობლემა
ადმინისტრაციულ ვადებთან დაკავშირებით, მაგალითად ჩამოსულმა ემიგრანტმა თუ დროულად არ წარადგინა ეგრეთ წოდებულ ბინადრობის ნებართვაზე განცხადება, ერთი დღის დაგვიანებითაც რომ მოხდეს ამის შეტანა, ეგრევე ხდებიან არალეგალები, რაც ცხადია თავიდანვე არაძლევთ იმის უფლებას, რომ პოლონეთში დარჩნენ ლეგალურად და კონდეთ ცხოვრების და მუშაობის უფლება. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ თავიდან კონდეთ სწორი იურიდიული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვალდებულები, არა მხოლოდ უფლებები, არამედ ვალდებულებებიც სწორად კონდეთ განსაზღვრული. აქ ყველაზე ხშირი კიდევ არის, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები არ კითხულობენ ხელშეკრულებებს, ხო? და შემდეგ ძალიან ბევრი კითხვები უჩნდებათ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, არ ვიცი, რამდენად მოახერხებს შენ და რამდენად მოახერხებს ჩვენი ორგანიზაცია, რომ ჩვენს მოქალაქეებს აი ამაშიც დაეხმაროს, ხო, წინასწარ თუნდაც დააკვალიანონ. დიახ, რა თქმა უნდა, ხშირი ასევე უმეტესად მათი შეცდომა არის სამწუხაროდ არ იცნობიან ხელშეკრულებების შინაარს და ისე აწერენ ხელს, რაც ცხადია ზოგ შემთხვევაში სავალალო შედეგამდეც შეიძლება მივიდნენ. ძირითადად ეს ეხება ბინის ქირავნობის შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ გამქირავებლის უფლებებზეა შედგენილი ხელშეკრულება და მხოლოდ მათ უფლებებს იცავს, ამ დროს ხადია მქირავებლის უფლებები ირღვევა, რაც შენ უფრო გეცოდინება, ჩვენი დიასპორელები ხომ არ ფიქრობენ, რომ რადგანაც ხელშეკრულება უკვე გამზადებული არის და ამობეჭდილი არის, მისი შეცვლა უკვე აღარ არის ესე ვთქვა შესაძლებელი. დიახ, შესაძლოა ასე ფიქრობდნენ, რადგან არ არიან ინფორმირებულები, მაგრამ ცხადია, სანამ ხელს არ მოაწერს ხელშეკრულებას ორივე მხარე, იქამდე მას არ აქვს არანაირი იურიდიული ძალა და ხელმოწერამდე ცხადია ცვლილებების შეტანა არის შესაძლებელი. მე მქონდა ამ თემაზე საუბარი ჩემთან რადიოში, როდესაც მე მოიხსენება მარტოც მიმყავს ხოლმე ყოველ ოთხშაბათობით რადიოში ვარ და ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი ერთ გადაცემაში, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება, როდესაც იდება ორი მხრიდან ორივე მხარეს აქვს თავისი პოზიციები ჩაწერი. კი ბატონო. აი მოდი რას ეტყოდი ჩვენს მსმენელს, ჩვენს დიასპორელებს, როგორ მოიქცენ ესეთ შემთხვევაში, როდესაც თუნდაც სამსახურის თაობაზე მიდიან და აჩვენებენ გამზადებულ ხელშეკრულებას, თუნდაც როგორც ახსენე, ბინის ქირაობა უნდა და მოგაქვთ გამზადებული ხელშეკრულება და რაღაც პუნქტები მაგალითად არ არის შესაბამისი, ხო? დიახ. ამ შემთხვევაში, ნებისმიერ სახელმწიფო უწყებასთან თუ კერძო პირებთან ურთიერთობისას აუცილებელია, სანამ უშუალოდ ქმედით ნაბიჯებს გადადგამდნენ, აუცილებელია გაიარონ კონსულტაცია კომპეტენტურ პირებთან, მიიღონ ინფორმაცია სწორად მათი უფლებების შესახებ კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად. რა თქმა უნდა, ყველა სფეროს აქვს თავისი შესაბამისი გათვალისწინებული კანონმდებლობით ხელშეკრულება, ამიტომ ესე ზოგადად ვერ ვისაუბრებ და უფრო სწორედ კონკრეტულ რჩევებს ვერ მივცემ, მაგრამ აუცილებელია გაიარონ კონკრეტული შემთხვევის მიხედვით კონსულტაცია და გაითვალისწინონ იურისტის რჩევები ხელშეკრულების შედგენის დროს. როგორც აღნიშნეთ, ცხადია, შედგენილი ხელშეკრულების წარდგენა არ არის, ესე ვთქვათ, განაჩენი, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ამის შეცვლა ხელმოწერამდე, რა თქმა უნდა. თამთა, მინდა რომ რაღაც პატარა ისტორია გაიხსენო აი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მსმენელი უფრო მიხვდეს რასთან აქვს საქმე, რა პრობლემა შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს და თუ თავიდანვე მიუდგებიან ისე როგორც შენ საუბრობ ახლა, ხო? გამორიცხავენ ყველანაირ გადაცდომას და ყველანაირ პრობლემებს აიცილებენ თავს და აი საბოლოო ჯამში სად მივდივართ, რასთან გვაქვს საქმე, რო უთხრათ ჩვენს მენელს? ერთი ესეთი კონკრეტული შემთხვევა მქონდა, კონკრეტულად ბინის ქირავებასთან დაკავშირებით, პირადად მე გადავაწყდი ესეთ თაღლითურ სქემას, ესე ვთქვათ, აქირავებდა, საიტზე ედოთ განცხადება ჩვეულებრივად პოლონელებს
და შემდეგ უკვე ხელშეკრულების შედგენილი ხელშეკრულება როგორც კი წარმომიდგინეს, იქ აღმოაჩინა უკვე სამართალდარღვევები, კერძოდ გამქირავებელში იყო მითითებული ვიღაც ისრაელის მოქალაქე, ანუ პოლონური სახელი და გვარით, მაგრამ პოლონელს არ ქონდა ეგრეთ წოდებული პესელი, ანუ პირადი ნომერი მითითებული, ქონდა მხოლოდ ისრაელის პასპორტის ნომერი. ცხადია ეს იყო, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეგრევე დანაშაულის ნიშანი. და მოგმართეს, ესე რომ ვთქვა, ქართველებმა მოგმართეს მანამდე რომ გაცნობილი ყავი ხელშეკრულება. პირადი შემთხვევა მქონდა ესეთი, დიახ, მე თვითონ ვეძებდი და მე თვითონ გამომიგზავნეს ასეთი ხელშეკრულება. ანუ ცხადია, პირველი ეს იყო დანაშაულის ნიშანი, შემდეგ მითითებული იყო ასევე ისრაელის ანგარიშის ნომერი, არა პოლონური. ესეც მეორე დანაშაულის ნიშანი იყო, ცხადია ისრაელის ნომერი, ანუ მოკლედ რომ ცოტა რთული სიტუაცია არის. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, არაუფლებამოსილი პირი აქირავდა სხვის აკუთრებას, დაახლოებით 5000 ზლოტი იქნებოდა ზარალი, რომ გადამეხადა ეს თანხა. ვთქვათ, შევიდოდი ბინაში, მაგრამ რამდენიმე დღეში დამრჩებოდა მხოლოდ 5000 ზლოტი ზარალი და დიდი ალბათობით გამომასახლებდა, ესე ვთქვათ, ნამდვილი მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულების გაცნობა წინასწარ, ხელშეკრულების თარგმნა, ასევე მათ აქვთ უფლება, საქართველოს მოქალაქეებს თავიანთ გასაგებ ენაზე, მშობლიურ ენაზე მოითხოვონ ხელშეკრულების შედგენა და აქაურ სტრუქტურებს ვალდებულებაც აქვთ, რომ თავიანთ ენაზე მიაწოდონ ხელშეკრულება, რათა ყველა სიტყვა იყოს გასაგები მათთვის. და მინიმუმ ფინანსური ზარალი არ ქონდეთ თუ სხვა უფრო მნიშვნელოვანი დანაშაულს. დღეს სამწუხაროდ ვერ შევეხებით ყველა იმ თემას, რაც ჩვენი დიასპორელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და საჭირო არის, თუმცა ვფიქრობ, რომ გვექნება ჩვენ საშუალება და შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ, აქტუალურ თემებს შევეხოთ და ეხლა მინდა რომ შენ ვიცი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო გეგმები გაქვს, როგორც დიასპორის გარშემო, ასევე შენს პირად განვითარებას გულისხმობ და თუ შეგიძლია რომ გვესაუბრი ერთი-ორი სიტყვით, რომ მაყურებელმა უკეთ გაგიცნოს, გაიგოს რა გეგმებით ხარ და დიახ, ჩემს გეგმებს რაც შეეხება, პროფესიული თვალსაზრისით მაქვს გეგმაში ორგანიზაციის შექმნა, რომელიც დაიცავს უშუალოდ კონკრეტულად ქართულ ქალბატონებს პოლონეთში მყოფს, რადგან პრაქტიკიდან გამომდინარე სამწუხაროდ განსაკუთრებული საჭიროება დავინახე იმისი, რომ განსაკუთრებულად სჭირდებათ ქართველ ქალბატონებს იურიდიული დახმარება, ასევე ფსიქოლოგიური და ადამიანური მხარდაჭერა. ამ პროექტის გარშემო, ესე რომ ვთქვათ, პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და დიასპორის დახმარებით ჩატარდა როგორც შენი წიგნის პრეზენტაცია, ასევე დაანონსდა, ხო? დიახ, ძალიან მადლიერი ვარ პირველ რიგში დიასპორით და კონკრეტულად შენი ამ შემთხვევაში, რომ მომეცა ამის შესაძლებლობა და ვფიქრობ, განვითარდება ეს პირველი ნაბიჯები და ერთიანი მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გვექნება ჩემი აზრით ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან სასიამოვნო საუბარი არის. ამავდროულად ვეხებით უსიამოვნო თემებსაც, თუმცა სავალდებულო არის როგორც შენთვის, ასევე ჩვენთვის დიასპორის ორგანიზაციისთვის, ჩვენ უკვე ესე რომ ვთქვათ, ერთ საქმეს ვემსახურებით, ერთი ორგანიზაცია ვართ და საბოლოო ჯამში მივათ ალბათ იმ შედეგამდე, რისი სურვილი ჩვენ გაქვს, რისი იმედიც გვაქვს და რა თქმა უნდა, ეს ცალ-ცალკე ამ ყველაფრის გაკეთება ფაქტიურად შეუძლებელიც არის და მინდა ვისარგებლო მომენტით და მივმართო ჩვენს მაყურებელს, რომ თუ აქვთ სურვილი, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია დიასპორას შემოუერთდეს, გაწევრიანდეს დიასპორაში, ჩაერთოს პროექტებში, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტები გვაქვს დაგეგმილი, როგორც წელს, ასევე მომავალ წელსაც იგეგმება საკმაოდ მასშტაბური პროექტები. ვაპირებთ ევროპის გრანტების მოპოვებას, რამოდენიმე
საკითხი გამზადებული არის უკვე. ასევე თუ ვინმეს აქვს საინტერესო იდეები, პროექტები, შეუძლიათ ჩაერთონ, ჩვენ ხელშეუწყობთ, ერთიანად შევაჯამებთ, გავაკეთებთ და საბოლოო ჯამში აშენდება ის დიასპორა, რისი იმედიც აქვთ ჩვენს დიასპორელებს, რა თქმა უნდა ჩვენს და რისი სურვილიც იყო ოდითგანვე, რადგან ჩვენი დიასპორა მინდა გითხრა, რომ 91 წლიდან არის, ეს არის ძალიან დიდი ისტორიის, ძალიან ძველი დიასპორა. ჩემამდე დაახლოებით 7-8 დიასპორის პრეზიდენტი იყო და ოფიციალურად დარეგისტრირდა ჩვენი ორგანიზაცია 2017 წელს და ამიტომ ეს ფაქტი რატომ საუბრობ? იმიტომ რომ მოგიხსენებათ ყოველთვის იყო საუბარი იმაზე ჩვენს წინ ვინც იყვნენ რომ ყოველთვის უნდათ რომ შეენარჩუნებინათ პოლონეთში ესე რომ ვთქვათ ერთი დიასპორა და ერთი და ყოფილიყო ძლიერი და ზუსტად ჩვენი მიზანიც არის რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ, დავიჭიროთ და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ჩვენი პერიოდი დაახლოებით 3-4 წელი ჩვენს შემდეგ უკვე სხვები მოვლენ, შეიძლება სხვა თაობა ჩამოვიდეს პოლონეთში, ჩვენ რა თქმა უნდა დავუთმობ, თუმცა სანამ მოვა ეს დრო და დავუთმობ ჩვენ პოზიციებს, გვინდა რომ მანამდე დაიდოს უმაღლესი შედეგი, რადგან ჩვენმა მომავალმა თაობა უკვე გააგრძელოს რაღაც მაღალი საფეხურებიდან. რა თქმა უნდა და ჩემი აზრით გვაქვს იმის პოტენციალი, ესე ვთქვათ, რომ ღირსეული სახელი დავტოვოთ როგორც ჩვენი საქმიანობის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ზუსტად ეს არის, რომ ის წნეხი და ის მთავარი არსი რაც არის დღეს ეს ჩვენ თავზე გვაქვს აღებული, ჩვენ ამას გადავლახავ და ჩვენი მომავალი თაობა უკვე ნიჭიერი განათლებული ადამიანები ამ ყველაფერს გააგრძელებენ თავიანთი ენთუზიაზმით, თავიანთი შემართებით და თავიანთი განათლებით. და ძალიან მიხარიათ ამთა რომ ამ პროცესში დასაწყისიდანვე ხარ ჩართული და ჩვენ ახლახანს გავიცანით ერთმანეთი და ხედავ რომ ძალიან ნიჭიერი გოგონა ხარ, ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ეს არის ზუსტად ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ესეთი ადამიანები უნდა იყვნენ ზუსტად დიასპორაში, ვინც ზრუნავენ ქართველებზე, ვინც ფიქრობენ საქართველოზე და რა თქმა უნდა ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კარგად წარმოჩინება არის მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ ამთა რომ კრიტიკა ყველაზე ადვილი არის, ხო? კრიტიკას არ უნდა არაფერი, თუმცა კარგი საქმის კეთებას ძალიან ბევრი რამე უნდა და რა თქმა უნდა, სხვისი განკითხვა ყველაზე მარტივია. სამწუხაროდ ქართველებს ყველაზე კარგად შეიძლება ითქვას სხვისი კრიტიკა უფრო გამოსდით. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასეა. უმეტეს ნაწილს რა თქმა უნდა, კიდე კარგი საბედნიეროდ ყველა არ არის ასეთი, მაგრამ იცი რა არის, მეც გეთანხმები, ნამდვილად ასე არის. თუმცა აქ თავისი პლუსებიც აქვს ალბათ, რადგან ეს კრიტიკა რომ არა შეიძლება ისეთი აქტიურიც არ ყოფილიყავი, ისეთი ძლიერიც არ ყოფილიყავი და რაღაც სამხრივ ეხმარება, ხო? თუნდაც ის კრიტიკა გაძლიერებს ნებისმიერ ჯანსაღ ადამიანს ფიქრობ უნდა აძლიერებდეს უფრო მეტ მოტივაციას აძლევდეს. ის კრიტიკა კი ვფიქრობ იმ ადამიანებს უფრო წარმოაჩენს, ვიდრე ვთქვათ კონკრეტულად მე მივიღო პირადად ჩემ თავზე. ზოგადად მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ არსებობდეს განსხვავებული აზრი. თუნდაც ოჯახში, თუნდაც დიასპორაში, როდესაც არის განსხვავებული და ჯანსაღი აზრი, ის კონკრეტული ორგანიზაცია ბევრად ძლიერი არის, ვიდრე როდესაც 10 კაცი და ერთ აზრზე არის, ხო? რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრის მოსმენა ყოველთვის სასიამოვნოა პირიქით, უბრალოდ აქ უნდა იყოს საზღვრები დაცული. ზოგ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება რაც არის კონსტიტუციით გათვალისწინებული, მაგრამ კანონით ასევე თითოეული ჩვენგანის უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლება. ამიტომ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას, რასაც გვაძლევს კონსტიტუცია და კანონი, არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ სხვას მივაყენოთ შეურაცხყოფა და არაჯანსაღი კრიტიკა გავცეთ.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს გამოხატვა თუ არ ეხება შეურაცხყოფას და ვინმეს დაკნინებას, ცხადია განსხვავებული აზრის მოსმენა არის სასიამოვნო, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ამას სტიმულატორად, თორემ შეიძლება ბევრი ადამიანი ზუსტად აი ამ არასწორი გამონათქვამებით გაჩერდეს და აღარ გააგრძელოს გზა, ხო? ყველას ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს, ყველა ერთნაირად მყარი ფსიქიკით არ არის, ესე ვთქვა და ყველაზე ერთნაირად ვერ იმოქმედებს გარემოცვის რეაქციები. შესაბამისად, ჩვენთვის შეიძლება იყოს ეს სტიმული, მაგრამ სხვისთვის შეიძლება იყოს სწორედ ის წერტილი, რითაც შეიძლება რომ საქმიანობა დაასრულოს. მე ვფიქრობ, რომ კი, სამწუხაროდ ალბათ მათი მიზანი ეს არის, რომ გავლენა მოახდინონ შენზე და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მიგიყვანონ იქამდე, რომ უბრალოდ ხელი ჩაიქნიო და გამოწვეული ალბათ რაიმე კომპლექსებიდან არის, ხო ეს? ეს ფსიქოლოგიურად ცოტა ღრმა საკითხია ალბათ და მე კომპეტენტური ამ საკითხში ვერ ვარ. ვერ ვიქნები, მაგრამ ჩემი ფსიქოლოგიური არის, თუმცა აქ ძალიან დიდ კომპლექსებთან გვაქვს საქმე ალბათ, ხო? კი, დიდი ალბათობით, ანუ თვითონ ვინც არ არის შეუმდგარი, ალბათ მათ აქვთ ეს კომპლექსები და რასაც თვითონ ვერ აკეთებენ, იმას თუ აკეთებს სხვა, ალბათ არის. მე მინდა ესეთ ხალხსაც მოუწოდო და თუმცა ბევრი არ არის ესეთი, ალბათ რამოდენიმე არის 5-10 კაციც არ იქნება და მე ამ ხალხს მინდა ვიმართო, რომ მათთვისაც ჩვენი დიასპორის კარი ღია არის, მოვიდნენ, ჩაერთონ, დავეხმარებით, დაუდგებით გვერდში, გამოვიყენებთ მათ გამოცდილებას, მათ ენერგიას და შევეცდებით, რომ ეს არასწორად მიმართული ენერგიას ჩვენ სწორად მივმართოთ და საქმე გავაკეთოთ, ხო? მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ 3 წლიან გეგმაში და ჩვენი მუშაობის პერიოდში შევძლებთ იმის დამტკიცებას, პრინციპში დასამტკიცებელი სხვისთვის არც არ არის არაფერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ გვექნება ის შედეგები, რის მერეც ისინი უბრალოდ აზრს შეიცვლიან და მიხვდებიან, რომ ჩვენი საქმიანობა არის ისევ და ისევ მათთვის, არის ისევ და ისევ ჩვენი თანამემამულეებისთვის და ამაში არანაირი აგრესიის საფუძველი, რა თქმა უნდა, არ არის, იმიტომ რომ ნებისმიერი ქართველის ინტერესია, ვფიქრობ, რომ თავისი თანამემამულე იყოს დაცული, იღებდეს თუნდაც იურიდიულ კონსულტაციას, უფასო რადგან გვექნება აწიხო, მით უმეტეს ორმაგად სასიხარულო იქნება მათთვის და ძალიან მნიშვნელოვანი და უამრავ პრობლემას ავარიდებთ. დაწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ არ ქონდა ძალიან ბევრს იმის საშუალება, რომ თუნდაც ის მინიმალური თანხა კონსულტაციის გადაეხადა. როდესაც ესე მნიშვნელოვანი იყო თითოეული კონსულტაცია, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ვთქვათ, იყო დაკავების საფრთხე, ან იყო ისეთი მნიშვნელოვანი შედეგები, რა თქმა უნდა ვცდილობდი ყოველთვის ისე უსასყიდლოდ გამეცა ინფორმაცია და კონსულტაცია, მაგრამ აქამდე, როგორც წეღან აღნიშნე, სრულფასოვნად ამას ვერ ვახერხებდი სხვადასხვა, რესურსებით არ ქონიდან გამომდინარე. ძალიან ბევრს გაუჩნდება კითხვა, როგორ მოხერხდება ამ რესურსის მიღება, ხო? და მოდი მე მინდა ჩვენს მაყურებელს აუხსნა, ესე რომ ვთქვათ, როგორ რანაირად ვგეგმავთ ამ ყველაფრის განხორციელებას. ესე იგი, მინდა უთხრა ჩვენ მსმენელს, რომ ჩვენ ჩაუშვებთ ძალიან მალე აპლიკაციას, დიასპორის აპლიკაცია იქნება. ასევე რა თქმა უნდა, გვაქვს დიასპორის საიტი და შესაძლებელი იქნება თუნდაც აპლიკაციიდან, თუნდაც ჩვენი საიტიდან მოხდეს დარეგისტრირება, კონკრეტულად გამოიგზავნოს მითითებულ მეილზე, საიდანაც მოხდება უკვე გადმომისამართება ჩვენს იურისტთან, თამთასთან და თამთა უკვე გაგიწევთ კონკრეტულ საკითხზე, ესე რომ ვთქვათ, კონსულტაციას, ხო? დიახ. ვფიქრობ ძალიან კომფორტული იქნება მათთვისაც და ცხადია მე ნებისმიერ დროს მზად ვიქნები უპასუხო მათ კითხვებს და სიამოვნებით დავეხმარო თითოეულ მათგანს. ძალიან სასიამოვნო არის, მე მგონი რომ წინ გვაქვს ძალიან რთული, თუმცა კარგი პერიოდი, რადგან ხალხის დახმარება მგონი რომ ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. დიახ, რა თქმა უნდა გეთანხმები,
როგორც თავიდან აღვნიშნე, ჩემთვის პროფესია არ არის მხოლოდ სამსახური და შემოსავლის წყარო. ეს არის ზუსტად ის საქმე, რომელიც მანიჭებს უდიდეს ძალას და სიამოვნებას თვითონ პროცესი, იმიტომ რომ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავუწიო დახმარება ჩვენს თანამემამულეებს იმ ფონზე, როდესაც ვიცი, რომ განსაკუთრებით სჭირდებათ მათ მხარდაჭერა ემიგრაციაში და რა თქმა უნდა ეს ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის, რომ ამის შესაძლებლობა აქ მაქვს. თამთა, მინდა რომ 1-2 სიტყვით შენს წიგნზეც ისაუბრო. დიახ, წიგნი გამოიცა ქართულ-პოლონური იურიდიული ლექსიკონი დაახლოებით 1 წლის წინ. როდესაც ჩამოვედი პოლონეთში და გადავწყვიტე, თავიდანვე მქონდა მიზნად, რომ პროფესიით დამეწყო მუშაობა აქ, მაგრამ ენის სწავლების პროცესში წავაწყდი ესეთ მნიშვნელოვან ბარიერს, არ იყო კონკრეტული დამხმარე მასალა, არანაირი კონკრეტული ლექსიკონი, რომელიც დამხმარებოდა. რომელიც წელს ჩამოხვედი? 7 წლის წინ 2018-ში. აქედან გამომდინარე საჭირო იყო რომ ყოფილიყო ესეთი კონკრეტული მიმართულებით, იმიტომ რომ მოგეხსენება იურიდიული ტერმინოლოგია ისეთია, სპეციფიური თავისთავად, შესაბამისად ენის სწავლის პროცესში ყველაზე დიდი სირთულე იყო ეს. ამიტომ მაშინ თქვი, ოღონდ ჩემთვის, რომ არ არსებობს, მე შევქმნი ამ წიგნს, ამ ლექსიკონს და მართლაც ღვთისმსხალობით შევძელი ის, რომ 7 წლის თავზე ძალიან საინტერესო წიგნი არის და მინდა რომ მოუწოდო ყველას გაეცნონ, წაიკითხონ და მიიღონ ძალიან საინტერესო ინფორმაცია ჩვენი დიასპორის იურისტთა ჯანაშიარად. მადლობა დიდი, ჩემთვის ძალიან ემოციური და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ წიგნთან დაკავშირებული გუშინ გადავეცი ერთი პატიმრის ოჯახს, პატიმარი დაინტერესდა ციხიდან, რომ შეესწავლა პოლონური ენა და კონკრეტულად ჩემი არასდროს. დიახ, და ძალიან ისეთი სხვანაირი ემოციები მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საპატიმროში მყოფ ადამიანს ადგება შენი ნაშრომი, ესე ვთქვათ. კი ბატონო. თამთა, რაიმე ხო არ გინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, ინფორმაცია მიაწოდო რამე შენ გეგმებზე, თუ არა და მაშინ დავემშვიდობოთ. ძალიან სასიამოვნო იყო დღევანდელი დღე. სასიამოვნო ეთერი გამოგვიდა სამწუხაროდ, როგორც თავიდან აღვნიშნე, გვაქვს მხოლოდ 40 წუთი. დარჩენილი არის 1 წუთი და ამიტომ ვფიქრობ, რომ მოგვიწევს კიდევ ბევრჯერ ამ სტუდიაში მოსვლა ჩვენს პარტნიორ, ჩვენს მხარდამჭერ იმირადიოში, რომელიც გვეხმარება, რომ ჩვენს ემიგრანტებს, ჩვენს დიასპორელებს მივაწოდოთ ინფორმაცია სხვადასხვა აქტუალურ თემებზე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ხშირი უნდა იყოს თამთა შენი სტუმრობა, რადგან მნიშვნელოვანი არის ის შენი გამოცდილება, რაც დააგროვე ამ წლების განმავლობაში, რაც ისწავლე საქართველოს უნივერსიტეტში სამართალზე სწავლობდი, ხო? დიახ, საქართველოში დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. და ძალიან მნიშვნელოვანი არის და ვფიქრობ, რომ ალბათ გამოადგება ძალიან ბევრ ქართველს შენი სწავლა, შენი გამოცდილება და მადლობა მინდა გადაგიხადო თუ რაიმე გაქვს სურვილად რომ მიაწოდე ჩვენს დიასპორელებს? ჩვენს დიასპორელებს მოუწოდებდი რომ განძლეობა და იმედი არასოდეს არ დაკარგონ, სამართლებრივად რაც შეეხება გაითვალისწინო ყოველთვის, რომ ნებისმიერ ქმედებამდე გაიარონ კომპეტენტურ პირებთან კონსულტაცია, ეს აარიდებთ მათ მნიშვნელოვან პრობლემებს. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ დროიდან გამომდინარე უფრო ცლად ვერ განვავრცობთ, თორე რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო საკითხებია, რომელზეც შეიძლება რომ ვისაუბროთ. პრობლემა არის ძალიან გამძაფრებული და ჯობია სანამ პრობლემა შეიქმნება, მანამდე მოხდეს
ყველანაირი საბუთის წაკითხვა, გადათარგმნა, გაცნობა, შესწავლა და ამის შემდეგ ხელის მოწერა, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებელია სანამ პრობლემა შეექმნება და სანამ უშუალოდ შედეგამდე მივალთ, იქამდე მოხდეს ამა თუ იმ საკითხის სამართლებრივი გააზრება და სამართლებრივი რისკების შეფასება იმისთვის, რომ ავერიდოთ პრობლემა. თამთა, ჩვენ გადაგვიცდათ, თუმცა მინდა რომ ძალიან მოკლედ ვთქვათ იმ გადაწყვეტილებაზე, რაც 1 დეკემბრიდან შევიდა, პოლონეთმა მიიღო გამარტივებული წესით მოხსნა ესე რომ ვთქვათ დასაქმებულებზე და მინდა რომ 1-2 სიტყვით უთხრათ ჩვენს მაყურებელს რომ ქონეთ ეს ინფორმაცია. დიახ, განსაკუთრებით ვადებზე იქნება პრობლემა, აქამდე თუ მაქსიმუმ 2 კვირაში მოდიოდა სამუშაო უფლებები, ახლა ეს გახანგრძლივებულია 1 თვიდან 3 თვემდე და ამ პერიოდში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ პერიოდში მათ მუშაობის უფლება არ ექნებათ, მაგრამ ვინც უკვე დასაქმებულია, მაგათ ვურჩევდი და ამოუწოდებ, რომ სანამ ამოიწურება ამ ნებართვის ვადა, იქამდე მოხდეს ახალ ნებართვაზე განაცხადის წარდგენა, რომ არ კონდეთ ის 3 თვიანი უმუშევრობის პერიოდი, ესე ვთქვათ. აქ გაჩნდება კითხვა თამთა, ვისაც უკვე შეტანილი აქვს საბუთები? ვისაც უკვე აქვს მუშაობის ნებართვა, ვინც მუშაობს ლეგალურად, სანამ იმ ნებართვის ვადა ამოიწურება, იქამდე 3 თვით ადრე, ანუ 90 დღით ადრე რომ შეიტანონ, მერე არ ექნებათ ის ლოდინის პერიოდი 1-დან 3 თვემდე, რომელიც არ აძლევთ მუშაობის უფლების. ესე იგი, ეს ძირითადად ეხება უფრო ახალ ჩამოსულებს და ვისაც უკვე ჩამოსვლა უნდა. ვინც უკვე ლეგალურად არის. ვისაც ჩამოსვლა უნდა და ვინც ახლა იწყებს, დიახ, მათ უფრო აზარალებს, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მათ მოუწევთ სამწუხაროდ ლოდინის რეჟიმში ყოფნა. კი მოგეხსენება პოლონეთში 1 და 3 თვე უმუშევრად ყოფნა, როგორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც არის მათი ოჯახებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ ალბათ შავი ხვრელებიც გაჩნდება როგორც ყველგან და ამიტომ არაფერი ანერვიულა, ყველაფერი კარგად იქნება, ხო? იმედი მაქვს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შემოწმებისთვის და მადლობა. იმედია კიდე შევხვდებით ამ სტუდიაში და გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ საინტერესო საკითხებზე და საინტერესო თემებზე. იმედი მაქვს, აუცილებლად.